უხსმენიათ რამე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაგეგმილ ცვლილებებზე. ეს საქართველოში უძველესი ხელნაწერი წიგნების და უნიკალური ისტორიული დოკუმენტების უდიდესი საცავი და სამეცნიერო კვლევითი ცენტრია. აქ ინახება მაგალითად შუშანიკის წამების ხელნაწერი. თუ არაფერი ხსმენიათ, იქნებ ამ ვიდეოს მაინც მოჰკარით თვალი. საქართველოს კანონ პროექტი ეროვნული საარქივო ფონდის და ეროვნული არქივის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. გეტყვით აქ რა ხდება. ამ კანონით, რომელიც პარლამენტმა უკვე მიიღო 84 ხმით 1-ის წინააღმდეგ, ხელნაწერთა ცენტრი ახალი წლიდან განათლების სამინისტროდან კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. მე რა მოხდა? რა იცვლება ამით? ხელისუფლება ირწმუნება, რომ არაფერი, რომ ეს მხოლოდ ტექნიკური ცვლილებაა და რომ კულტურის სამინისტრო ამ საგანძურს უკეთ მიხედავს. ლაპარაკია იმაზე, რომ კულტურული მემკვიდრეობის უკეთ შენახვას, დაცვას და უკეთ წარმოჩენას ჩვენი სამინისტროსთან შედარებით ნამდვილად შეძლებთ, იმიტომ რომ ჩვენი პროფილი ეს არ არის. კულტურის სამინისტროდანაც გვიპასუხეს, რომ ცენტრი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მის საქმიანობას. მაშინ რატომ არის ასეთი ვნებათხელვა თავად ხელნაწერთა ცენტრში, სადაც ცვლილების შესახებ მოულოდნელად შეიტყვეს ცენტრის დირექტორის Facebook-ის სტატუსიდან. თანამშრომლებს მკაფიო პასუხები არ აქვთ. ისინი შიშობენ, რომ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში ცენტრს შესაძლოა სამეცნიერო კვლევითი კომპონენტი ჩამოსცილდეს. ელიან რეორგანიზაციას და ცენტრის სხვა ადგილას გადატანას. ერთ-ერთ ვერსიად მახათის მთაზე მშენებარე ქრისტიანული კულტურის ცენტრ-მუზეუმიც მოიაზრება. საუბრობენ კოლექციის დაშლის საფრთხეზეც. კიდევ ერთი ვარაუდი არსებობს. შეიძლება ცენტრის შენობა და მისი კუთვნილი ეზო აკადემ ქალაქში გაიყიდოს. ამ ადგილის მიმართ დიდი ხანი არსებობს დეველოპერული ინტერესი. ამას ცენტრის ყოფილი დირექტორი ბუბა კუდავაც გვიდასტურებს. დღევანდელი ხელისუფლების მოსვლიდან მალევე იწყება რაღაცა ესეთი საუბრები ამ ჩვენ შენობასთან დაკავშირებით, რაც ცოტა ოპტიმისტურად შევხვდი. მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ამას საფუძვლად ედო ჩვენი ტერიტორიისადმი ინტერესი. პრიორიტეტი ის არ იყო, რომ აი მოდი დაწესებულებისთვის რა იქნება კარგი. ზუსტად მოვისმინე ერთ-ერთ შეხვედრაზე ასეთი ფრაზა, რომ აი რაღაცა დასახელდა რიცხვი, აი ამ ხელა ფართობში ვერ დაეტევითო და მაშინმა მივუგე, რომ დატევით მაგის ნახევარშიც დავეტევით, გააჩნია მიზანი რა არის. სხვადასხვა დროს ცენტრის გადატანას ხან იმელის შენობაში გეგმავდნენ, ხან მეცნიერებათა აკადემიის, ხან რუსთაველზე ახალი შენობის აგების იდეა გაჩნდა. ერთხელ ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაშიც სცადეს კოლექციის გადატანა, თუმცა არაფერი გამოვიდა. დღეს ამ ამბავზე ისევ მეტი კითხვა არსებობს, ვიდრე პასუხი. თუ მეტი დეტალი დაგაინტერესებთ, რა ელის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი სტატია რადიო თავისუფლების ვებსაიტზე.